დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის მიუღებლობით მოსალოდნელი და უკვე შექმნილი პრობლემების საკრებულოს უმცირესობამ დღეს მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელობასა და თბილისის რაიონების გამგებლებთან ერთად განიხილა. მათი თქმით, სოციალური პროექტების განხორციელების კუთხით იანვრის თვე მეტნაკლებად დაბალანსებული იყო, თუმცა მომდევნო თვიდან გარკვეული პროექტების განხორციელებას საფრთხე ემუქრება. ვაკის რაიონის გამგებელი კი უკვე შეჩერებულ პროექტებს ასახელებს და საკრებულოს ქალაქის პარალიზების მცდელობას შეადანაშაულებს. დაგეგმილი ქონდა ეგრეთ წოდებულ შემოერთებულ ტერიტორიაზე წყალგაყვანილობის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს თხინვალა-აგარაკის წყალმომარაგების გათვალისწინებას და შესაბამისად აღნიშნული პროექტი გაჩერებულია. ასევე ამხანაგობების პროექტებში დიდი თანხაზე არის შემოსული 300,000 ცდება, რაც შემოვიდა უკვე განცხადებები და მხოლოდ შეგვიძლია 150,000 ლარის განცხადება დავაკმაყოფილოთ და ვის უთხრათ ვარი და ვის უთხრათ თანხმობა, ეს რასაკვირველია, მაგის კრიტერიუმი არ არსებობს. სრულიად პარალიზების მცდელობა არის ამ შემთხვევაში პირდაპირ უნდა ვთქვათ საკრებულოს მხრიდან და ჩვენ ისევ იმედს ვიტოვებთ, რომ ამ წლის ბოლოს მიიღებენ, განიხილავენ და ის პრობლემები, რომლებიც თბილისელების წინაშე დგას, საბოლოო ჯამში აღმოიფხვრება. უკვე თებერვალში იწყება პროექტების დაფინანსება, ეს არის სკრინინგის პროგრამა ონკოლოგიაში, მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარება, სოციალური სერვისების გაცემა, ნაწილობრივის დაიწყო იანვარში, მაგრამ ძირითადი უკვე დატვირთვა თებერვლიდან ხდება, ამიტომ აქაც პრობლემები გაჩნდება. ანუ იმ შემთხვევაში თუ არ იქნება ბიუჯეტი დამტკიცებული, ნამდვილად ვიტყვი, რომ თებერვლიდან გარკვეულ პროგრამების შესრულებას საფრთხე დაემუქრება. საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ქალაქის გამგეობებს მიზანმიმართულ საბოტაჟს შეადანაშაულებს. მაკა გვარამიას განცხადებით, მაშინ როდესაც მიმდინარე თვის ბიუჯეტში სოციალურ მიმართულებაზე საკმარისი თანხაა გამოყოფილი. გამგეობებში დახმარების თხოვნით მისულ მოქალაქეებს უარს ეუბნებიან და მიზეზად საკრებულოს მიერ ბიუჯეტის ჩაგდებას უსახელებენ. ამ თვის ბიუჯეტში ჯანდაცვას და სოციალურს გამოყოფილი აქვს 14 მილიონი. ჩემთან პირადად მოდიან მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ როდესაც შედიან გამგეობაში განცხადებით რაღაცა სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით, ისინი ეუბნებიან, რომ საკრებულომ არ დაამტკიცა ბიუჯეტი და აქედან გამომდინარე ჩვენ ვერ გეხმარებით. ეს არის ტყუილი, მიუმართავ ყველა მოქალაქეს აბსოლუტურად, რომლებსაც შეექმნებათ მსგავსი პრობლემა, ძალიან გთხოვთ მობრძანდით, დაგვიკავშირდით საკრებულოს ცხელხაზზე და ჩვენ მოვახდენთ პრევენციულ ღონისძიებებს. არსებული პროექტების შეჩერების საფრთხის გარდა საკრებულოს უმცირესობის დეპუტატები ქალაქში ბიზნეს პროექტების შეფერხებაზე საუბრობენ. თუ კი მართლაც მარტის თვის არ იქნება საბოლოოდ დამტკიცებული ბიუჯეტი, თუმცა თებერვალში უკვე სერიოზული პრობლემებია. იცით თქვენ კანონის მიხედვით დაშლილად ცხადდება საკრებულო, მერია გადადის პირდაპირ მმართველობაზე ფედერალურ ხელისუფლებაში, 45 დღეში უნდა დაინიშნოს არჩევნები და აი ეს პერიოდი უკვე სერიოზულ პოლიტიკურ კატაკლიზმებს წარმოადგენს და დამერწმუნეთ პარალიზება მოხდება თბილისში, იმიტომ რომ ამ დროს ბიზნესიც, რომელიც ძალიან ფრთხილია ამ დროს, თავშეკავებული იქნება, არავითარ პროექტებს ის აღარ განახორციელებს და თბილისს მივიღებთ ერთ დიდ დეპრესიულ ზონად. საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები მერიის სამსახურისა და ოპონენტების განცხადებებს არარეალურს და საკრებულოს წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარს უწოდებენ. იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თქმით, ქალაქი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს. მოგვაწოდონ ის 60 მილიონი, რომელიც არის 1/12 მთლიანი ბიუჯეტის, თუ რაში ხარჯავენ, ჩაშლილი როგორ აქვთ ამ თვეში, რამე თუ ჩვენ რეალურად დავინახოთ ის პრობლემები, რასაც ისინი საუბრობენ, მიგვაჩნია რომ ეს არის მხოლოდ სიტყვები, იმიტომ რომ დღეის მდგომარეობით ხედავთ თქვენს რომ ქალაქი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ცხოვრებას. ამიტომ ჩვენ უფრო მეტი ფაქტები გვჭირდება ამასთან დაკავშირებით, რათა ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება. 2014 წლის თბილისის ბიუჯეტი საკრებულომ 29 დეკემბრის ხდომაზე ჩააგდო. ამის ერთ-ერთი მთავარ მიზეზად საკრებულოს უმრავლესობა მერიის მიერ წარდგენილი პროექტის გაუმჭვირვალობა დაასახელა.